პირველ რიგში ვქლებთ თავისუფალ კიდეს. კლიბი არ უნდა შეგვივარდეს ქვედა მხრიდან და არც ზედა მხრიდან. აუცილებლად დავიცვათ სიმეტრია, რომ ორივე მხარე ერთ სიმაღლეზე იყოს და კლიბი არ ვათამაშოთ იქეთ-აქეთ, არამედ სწორად გავუსვათ და გამოუსვათ. თან კლიბი უნდა იყოს მიბჯენილი ფჩხილზე. ასევე დავამუშავებთ გვერდებს და უნდა გამოვიყვანოთ ისე, რომ სინუსებიდან გამომავალი ხაზი იყოს სწორი, ანუ ერთ სიბრტყეზე უნდა მდებარეობდეს. არ შეიძლება, რომ სინუსებიდან მერე განში გადიოდეს ტრაპეციასავით. ჩავქლიბოთ ახლა ამაზად, თავისუფალი კიდეც დავამუშაოთ. ჩხილი დავხაროთ ქვემოთ, ესეთი პოზიციით არ ჩანს კარგად, ქვემოთ დახრის შედეგად ვხედავთ, რამდენად სწორად გვაქვს დაქლებილი. ეხლა გადავწიოთ გვერდითა ბალიში და დავიწყოთ ზედაპირის დამუშავება. ვიწყებთ გვერდიდან. კლიბი უნდა იყოს მთელი სიბრტყით დადებული, თან ისე, რომ სინუსებში არ ეხებოდეს. ანუ ესე დიაგონალზე ადის, თუ დააკვირდებით სინუსებს არ ვეხები. კლიბი უნდა იყოს უხეში, რბილი მხარე ჩვენ გვიყურებს, ანუ რბილი მხარე კლიბის. გადავყვეთ ახლა ზედაპირს, გვერდები რომ ჩამრგვალდება, ანუ თაღისებრად მივყვებით, ვამუშავებთ. როდესაც მივალთ ცენტრში, კლიბს ვასწორებთ სიბრტყეზე, ესე სწორი გასმებს ვაკეთებთ და ან მთელი ზედაპირი გვაქვს მოჭიდებაში. ანუ კლიბის ერთი მხარე არ დავადოთ, მხოლოდ ამ მთელი სიბრტყით, მთელი ზედაპირით უნდა ამუშავებდეს ზედა მხარეს. ანუ ესე სიმრგვალეზე უნდა გადავყვეთ. წარმოვიდგინოთ H100, ანუ გვერდები და შუა ხაზი. აი ეს სქემატურად რო წარმოვიდგინოთ, რას ვქლებთ, ანუ ზემოთ ნუნასთან აპექსის ზონას არ ვეხებით. მეორე მხარესაც რომდესაც გადავალთ, იქაც შუა თითით, ასაჩვენებელი თითით უნდა გადავწიოთ კარგად ბალიში და ჩავიყვანოთ მეორე გვერდში კლიბი. შევხედოთ ახლა წინა მხრიდან და ვხედავთ, რომ მარჯვენა მხარეს ოდნავ სისქემა აქვს, რომელსაც დავამუშავებ ისევ. არ გირჩევთ, რომ თან წინ უყუროთ და თან კლიბოთ, იმიტომ რომ მაგდროს შეიძლება წვეტი, ესე ვთქვათ, კუთხის წვეტი ჩაგვიტყდეს. რომ დავაკვირდეთ ახლა გვერდის დამუშავებას, შეხედეთ, კლიბი სწორად კი არ უნდა იყოს, არამედ დიაგონალზე, რომ სინუს არ შევეხოთ. გადადის სწორად, შემდეგ კლიბი გვიტრიალდება და დიაგონალზე დგება უშუალოდ გვერდითა მხარეს. აი მთელი სიბრტყით მიდის. ნახეთ, ასეთი პოზიციით რომ დავიჭიროთ ჩვენ კლიბი, ანუ სწორად რომ გადავიდეს, კუთხეს წავტეხავთ. ამიტომ ვატრიალებთ დიაგონალზე და დიაგონალზე მთელი სიბრტყით არის მიდებული უკვე ფჩხილს და ვქლებთ ისე. თან თუ დავაკვირდებით, აი სინუსებს საერთოდ არ ვეხები. მხოლოდ სინუსებიდან თავისუფალი კიდისკენ მიმავალ ზოლს მივყვები, რომ იდეალურად სწორი გამოვიდეს. კიდევ ერთხელ ჩამოუსვათ კლიბი იდეალურ უბამდე, რომ დავიყვანოთ ჩვენი ფჩხილი, შევამოწმოთ, სადმე რამე ზედმეტი ხომ არ არის, თითის წინ დახრის შედეგად ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე თუ რამე არის ზედმეტი ზედაპირზე დასამუშავებელი და იდეალურ უბამდე მივიყვანოთ ჩვენი ფჩხილები. ეხლა გვერდითა თავისუფალი კიდე გამოვიყვანოთ, ნახეთ, კლიბი ისევ დიაგონალზეა, ფჩხილის ქვეშ შესული, სინუსებს არ ვეხებით, რომ კიბი არ შევქმნათ და უნდა გამოუსვათ ისე კლიბი, რომ აბსოლუტურად სწორი ხაზი გამოდიოდეს სინუსებიდან. ნახეთ, ქვედა პარალელი, ზედა პარალელის პარალელური უნდა იყოს, იმიტომაც ქვია პარალელები. ორივე ერთნაირ სიბრტყეზე მდებარეობს. ანალოგიურად მეორე მხარეც ჩავქლიბოთ. ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ სინუსებს. არ შეგივარდეთ კლიბი ისე, რომ კიბე შექმნათ და მთელი გაწეული სამუშაო წყალში არ ჩაგეყვაროთ. დაგვრჩა მხოლოდ ქვედა მხრიდან ამოსაკლები.